ხშირად ისტორიის სპირალი საოცრად ირონიულ პიარუეტებს გვთავაზობს. მე-20 საუკუნის შუა ხანებში გენერალისიმუსი იოსებ სტალინის მეთაურობით სწორედ საბჭოთა კავშირი აფინანსებდა მაო ძედუნის კომუნისტურ აჯანყებას, რამაც მას ჩინეთის სამოქალაქო ომში გამარჯვებასა და სახალხო რესპუბლიკის დამყარებაში დაეხმარა. მოსკოვი უფროსი ძმა იყო, პეკინი კი გულმოდგინე სტუდენტი. 70 წლის შემდეგ როლები მკვეთრად შეიცვალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ვლადიმერ პუტინის რუსეთი, რომელიც უკრაინაში მძაფრ სრულმასშტაბიან ომშია ჩაფლული, ახლა სხვების წინაშე მუხლებზე დგას. მისი ბრძოლის უნარიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო მხარდაჭერაზე, რომელიც პუტინმა ირანისგან, ჩრდილოეთ კორეისგან და უპირველეს ყოვლისა ჩინეთისგან უნდა მოიძიოს. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ღიად არ აგზავნის იარაღს ან სამხედრო მრჩევლებს, ის აწვდის ორმაგი დანიშნულების კომპონენტების ფართო სპექტრს, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას სიცოცხლის უნარიანობას უნარჩუნებს. დენთის წარმოებისთვის საჭირო ნიტროცელულოზიდან დაწყებული იარაღის ქარხნებისთვის CNC დანადგარებამდე და მიკროელექტრონიკითა და ნახევარგამტარებით რაკეტების მართვის სისტემებამდე. მოკლედ, ჩინეთი თითქმის ყველაფერს აწვდის პუტინს, რაც მას სჭირდება უკრაინის დამორჩილებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე დომინირების აღდგენის ხედვის განსახორციელებლად. ეს ცენტრალურ კითხვას ბადებს. რა ფასის გადახდა მოუწევს კრემლს ჩინეთის მხარდაჭერისთვის? ნუ თუ პუტინმა მე-19 საუკუნის იმპერიულ აჩრდილზე დევნით, რასაც ის ახლა რუსკი მირს, ანუ რუსულ სამყაროს უწოდებს, თავისი ქვეყანა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის გზაზე დააყენა. უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ნუ თუ რუსეთი ჩინეთის ვასალი ხდება. ვასალიზაციის თეზისი უდაოდ პროვოკაციულია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლა ღიად საუბრობს მოსკოვზე როგორც პეკინის ახალ შემადგენელ ნაწილზე. სხვები კი ასეთ მტკიცებებს სენსაციონალისტურად მიიჩნევენ. თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭიდან 3 წლის შემდეგ საბოლოოდ გვაქვს საკმარისი ზუსტი მონაცემები, რათა ეს საკითხი ნათლად განვიხილოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. რუსეთის ამჟამინდელი დამოკიდებულების სიღრმის გასაგებად უნდა დავუბრუნდეთ 2000 წელს, როდესაც კრემლში ვლადიმერ პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. იმ დროს რუსეთი კვლავ სარგებლობდა უდავო სამხედრო და ტექნოლოგიური ოპერატესობით ჩინეთზე და მოსკოვში არავინ აღიქვამდა პეკინს თანასწორ პარტნიორად. პუტინის პრიორიტეტები იყო რუსეთის გეოპოლიტიკური სტატუსის აღდგენა 1990-იანი წლების დამცირებისა და ქაოსის შემდეგ. ამ პროექტში მთავარი პარტნიორი არა ჩინეთი, არამედ ევროპა იყო, თავისი საინვესტიციო კაპიტალითა და მოწინავე ტექნოლოგიებით. ამ ბალანსს მხოლოდ ორი გარდამტეხი მომენტი შეცვლიდა. ორივე, როგორც ნათლად გამოჩნდა, უკრაინას უკავშირდებოდა. პირველი 2014 წელს მოხდა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, რაზეც დასავლეთმა სანქციებით უპასუხა. მოსკოვის პასუხი იყო ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთისკენ გადახრა. ჩინეთთან სტრატეგიული დაახლოება, რაც სიმბოლურად გამოიხატებოდა ციმბირის ძალის სახელით ცნობილი გასადენის პროექტის გაშვებით. და იმავე წელს ხელმოწერილ 30 წლიან 400 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის ხელშეკრულებით. თუმცა ამ შემოbrunების ნამდვილი მიზანი დასავლეთთან კავშირების გაწყვეტა კი არა, იმის სიგნალიზაცია იყო, რომ რუსეთს აზიაში ალტერნატივები ჰქონდა. თუმცა პრაქტიკაში რუსული ელიტა ჩინეთთან უფრო ღრმად ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა. თავს არიდებდა პეკინის ერთი სარტყლელი და ერთი გზის ინიციატივას და საკუთარი პროექტების, მაგალითად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პოპულარიზაციას ცდილობდა. ევროპასა და ჩინეთს შორის დაბალანსების ეს სტრატეგია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე გაგრძელდა. აღმოსავლეთისკენ გადაბრუნების შესახებ მრავალწლიანი რიტორიკის მიუხედავად, ომის წინა დღეს ევროკავშირი კვლავ რუსეთის დომინანტ ეკონომიკურ პარტნიორად რჩებოდა. ევროკავშირზე რუსული ექსპორტის 38,2%, ჩინეთის მხოლოდ 14%-თან შედარებით და რუსული იმპორტის 32%, ჩინეთის 24,8%-თან შედარებით მოდიოდა. საქმე მხოლოდ მოცულობის საკითხს არ ეხებოდა. ევროპამ კრემლს ნახშირწყალბადებისთვის მომგებიანი სტაბილური მყარი ვალუტის ბაზარი მისცა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოწინავე ტექნოლოგიების დანადგარებისა და სამრეწველო ნოუ-ჰაუს სტაბილური ნაკადი. 2022 წლის 24 თებერვალმა ყველაფერი შეცვალა. პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ რუსეთის ეკონომიკური მოდელის საფუძვლებით შეცვალა. 2014 წლის ყირიმის ანექსიაზე დასავლეთის მდუმარე რეაქციისგან განსხვავებით, 2022 წლის შეჭრაზე რეაქცია მკაცრი იყო. რუსეთს სანქციების უპრეცედენტო სპექტრი დააკისრეს. 2021-დან 2024 წლამდე ევროკავშირის წილი რუსული იმპორტის 32%-დან 10%-მდე შემცირდა, ხოლო რუსული ექსპორტის წილი 38,2%-დან 15%-მდე. ეს კავშირები
ამ დეკადის განმავლობაში კლებას გააგრძელებს. ამით მოსკოვმა დაკარგა თავისი უდიდესი ბაზარი და ევროპის ჩინეთის წინააღმდეგ განწყობის ამაღლების შესაძლებლობა. 24 თებერვლის შემდეგ მხოლოდ ერთი ვარიანტი დარჩა, ერთი ბაზარი, ერთი პარტნიორი. ჩინეთი კრემლის ერთადერთ სამაშველო რგოლად იქცა და შესაბამისად დამოკიდებულება გაღრმავდა. ამ მზარდი დამოკიდებულების პირველი დასტური რუსეთის სავაჭრო სქემების რადიკალური ცვლილებაა. რუსეთის ევროპასთან დაკავშირების გაწყვეტის შედეგად შექმნილ ვაკუუმში ჩინეთი მყისიერად შეიჭრა. ორმხრივი ვაჭრობა 2024 წელს რეკორდულ 254 მილიარდ დოლარამდეც კი გაიზარდა. ჩინეთის წილი რუსულ იმპორტში 2021 წელს დაახლოებით 25%-დან 2024 წლისთვის თითქმის 50%-მდე გაიზარდა. ამასობაში მისი წილი რუსულ ექსპორტში 15-დან 30%-მდე გაიზარდა. თუმცა ვაჭრობის ნედლი მოცულობა სრულ სიტუაციას არ გადმოსცემს. დამოკიდებულების რეალური სურათი მაშინ იკვეთება, როდესაც ამ ვაჭრობის სტრუქტურას ვუყურებთ. სტრუქტურას, რომელიც ასახავს კლასიკურ პოსტკოლონიალურ ნიმუშს, ნედლეული მზა პროდუქციის სანაცვლოდ. შემთხვევითი არ არის, რომ ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად აღწერენ რუსეთს როგორც ჩინეთის რესურსების საწყობს, ან თუნდაც რესურსების მარიონეტულ სახელმწიფოს. რუსეთი ამჟამად ჩინეთში თითქმის ექსკლუზიურად ახორციელებს დაბალი ღირებულების მინიმალურად დამუშავებული საქონლის ექსპორტს, ხოლო მაღალი ღირებულების ტექნოლოგიურად მოწინავე საქონელი იმპორტირდება. ციფრებით ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება. დაუმუშავებელი ნედლეული რუსეთის ჩინეთში ექსპორტის დაახლოებით 90% შეადგენს. ძირითადად წიაღისეული, საწვავი, ლითონები, მადნები და ხე-ტყე. სამაგიეროდ რუსეთი მხოლოდ სამრეწველო პროდუქტების იმპორტს ახორციელებს. ჩინეთის რუსეთში იმპორტის ნახევარზე მეტი მანქანა დანადგარებსა და აღჭურვილობას, სატრანსპორტო საშუალებებს და ელექტრონიკას შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთის ეგზისტენციალურ პარტნიორად იქცა, ურთიერთობა, რომელზეც ახლა კრემლის გადარჩენაა დამოკიდებული, რუსეთი ჩინეთის ეკონომიკურ სამყაროში მეორეხარისხოვან მოთამაშედ რჩება. ციფრები ამაზე მკვეთრად მეტყველებს. ორმხრივი ვაჭრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად რუსეთის წილი ჩინეთის გლობალურ ვაჭრობაში უმნიშვნელო რჩება. 2024 წელს რუსეთზე ჩინეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 3,23% და იმპორტის 5% მოდიოდა. ჯამში რუსეთი ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 4%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა. არანაკლებ დრამატული ცვლილება შეინიშნება სავალუტო ბაზარზეც. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთს დოლარის ჰეგემონიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ლიდერად წარმოაჩენს და ფულადი სუვერენიტეტის აღდგენაზე საუბრობს, ზუსტი მონაცემები სრულიად განსხვავებულ სიტუაციაზე მიგვანიშნებს. რუსეთის შემთხვევაში დედოლარიზაცია ერთ რამეს ნიშნავდა იუანიზაციას. SWIFT-ის სისტემიდან მოწყვეტის გამო რუსეთი იძულებული გახდა კომერციული ანგარიშწორებები ჩინეთის CIPS ქსელში გადაეტანა. ამავდროულად რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობაში იუანის წილი მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლამდე რუსული ვაჭრობის მხოლოდ 0,4% იყო ჩინურ ვალუტაში. დღეს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ია. იუანი ასევე რუსეთის ძირითადი სარეზერვო ვალუტა გახდა. ამჟამად ის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის კრემლის ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის დაახლოებით 60% შეადგენს. მოსკოვის ბირჟაზე იუანის წილი ტრანზაქციებში 2024 წლის მაისში 54%-მდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ივნისში აშშ-ის მიერ ბირჟაზე სანქციების დაწესების შემდეგ იუანის ვაჭრობა მთელი აქტივების 99,8%-მდე გაიზარდა. ეს იუანიზაცია პეკინს მოსკოვზე ზეგავლენის უზარმაზარ ბერკეტს აძლევს. რუსეთის ფინანსური სტაბილურობა, მისი ვალუტის რეზერვები და საერთაშორისო ვაჭრობის წარმოების უნარიც კი ახლა ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. კრემლი ამ ღრმა ეკონომიკურ ასიმეტრიას მარტივი მიზეზის გამო იტანს. ჩინეთი რუსეთის სამხედრო მანქანას კვებავს. რუსეთში ტანკების, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოება ამჟამად კრიტიკულად არის დამოკიდებული ჩინეთიდან იმპორტზე, ძირითადად სამრეწველო სექტორებში. პეკინი რუსეთისთვის ეგრეთ წოდებული ორმაგი დანიშნულების საქონლის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ის მასშტაბურად აწვდის რუსეთს ნახევარგამტარებს, მოწინავე CNC დანადგარებს, რომლებიც საჭიროა ზუსტი იარაღის წარმოებისთვის, დამიზნების სისტემის ოპტიკას და ნიტროცელულოზას, არტილერიის ჭურვების ასაფეთქებლის ძირითად ინგრედიენტს. მონაცემები საკმაოდ მძიმეა. 2023 წლისთვის რუსეთში მიკროელექტრონიკის იმპორტის დაახლოებით 90% ჩინეთიდან მოდიოდა. ჩინური CNC მანქანების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და 2023 წლის ბოლოსთვის მიწოდების თითქმის 70%-ს მიაღწია. ნიტროცელულოზის ექსპორტმა, რომელიც ომამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, 2022 წელს 700 ტონამდე, ხოლო 2023 წელს 1300 ტონამდე მეც მიაღწია. ჩინეთის მხარდაჭერა ასევე ძალიან ადაპტირებადია და სწრაფად იცვლება რუსეთის საბრძოლო ველზე არსებული სასწრაფო საჭიროებების
განხორციელებების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც რუსეთის ძალებმა უკრაინის კონტრშეტევების მოლოდინში თავდაცვითი ხაზები ააშენეს, ჩინეთიდან რუსეთში სამშენებლო ტექნიკის ექსპორტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამ ჩინურმა აღჭურვილობამ შეუწყო ხელი ახლა უკვე ცნობილი სუროვიკინის ხაზის მშენებლობას, რამაც შეაჩერა უკრაინის 2023 წლის საგაზაფხულო შეტევა. დრონები კიდევ ერთ ნათელ მაგალითს გვთავაზობენ. როდესაც ომი ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების ფართომასშტაბიან გამოყენებაში გადაიზარდა, ჩინეთის მხარდაჭერა კვლავ შეიცვალა. მხოლოდ 2025 წლის აგვისტოში ჩინეთმა რუსეთში დაახლოებით 528,000 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და 47 მილიონი დოლარის ღირებულების ლითიუმ-იონური ელემენტების ექსპორტი განახორციელა. ჩინეთი ასევე გახდა სანქციებისგან თავის არიდების მთავარი საშუალებაც. კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე გამოყენებული კრიტიკული კომპონენტების 18%, რომლებიც ოფიციალურად ჩინეთიდან არის იმპორტირებული, სინამდვილეში დასავლური წარმოების ნაწილებია, რომლებიც რუსული რაკეტებისა და ტანკებისთვის ჩინეთსა და ჰონგ-კონგში არსებული შუამავლების ქსელის მეშვეობით მიეწოდა. დასკვნა მარტივი და უკომპრომისოა. ჩინეთის გარეშე რუსეთის საომარი მანქანა მკვეთრად შენელდებოდა, ან შესაძლოა გაჩერდებოდა კიდეც. რუსეთის შესაძლებლობა უკრაინაში აწარმოოს ხანგრძლივი ომი ახლა ფაქტობრივად პეკინზეა დამოკიდებული და პუტინისთვის საბედნიეროდ პეკინს არ აქვს ინტერესი, რომ ომი სწრაფად დასრულდეს. ჩინეთი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობებს ხედავს. კონფლიქტი აჩქარებს პეკინის ექსპანსიას ცენტრალურ აზიაში რუსეთის ხარჯზე. ამავდროულად გადააქვს აშშ-ს ყურადღება და რესურსები ინდოწყნარი ოკეანის რეგიონიდან. 2022 წლის 4 თებერვალს უკრაინაში შეჭამდა სულ რაღაც 3 კვირით ადრე, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელთაც გამოაცხადეს შეზღუდვების გარეშე პარტნიორობა და თანამშრომლობა აკრძალული ტერიტორიების გარეშე. პარტნიორობა მართლაც გაღრმავდა, მაგრამ თითქმის მთლიანად პეკინში და არა მოსკოვში შემუშავებული პირობებით. ასეთი უზარმაზარი ბერკეტით, რუსეთის ეკონომიკასა და საომარ მანქანაზე კონტროლით, ჩინეთი ახლა მას საკუთარი მკაცრი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს. მოსკოვი ასიმეტრიას ეთანხმება, რადგან მას მანევრირების მნიშვნელოვანი სივრცე არ აქვს. ციმბირის ძალა 2-ის გასცადენთან დაკავშირებული დაუსრულებელი შეფერხებული მოლაპარაკებები ჩინეთის დომინირების კიდევ ერთი მაჩვენებელია. ეს პროექტი რუსეთისა და გაზპრომისთვის ეგზისტენციალურია. ის გადაამისამართებს იმავე დასავლეთ ციმბირის გაზის საბადოებს, რომლებიც ოდესღაც ევროპას ამარაგებდა და დააკავშირებს მათ ჩინეთის ბაზართან. მოსკოვისთვის ეს სტრატეგიული სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ერთადერთი გამოსავალი მისი გაზის ინდუსტრიისთვის ევროკავშირის დაკარგვის შემდეგ. თუმცა პეკინი არ ჩქარობს. ის განზრახაჭიანურებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთი აიძულოს დათანხმდეს უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს. მედიის ცნობით ჩინეთი ითხოვს ფასებს, რომლებიც რუსეთის შიდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ტარიფებთან აახლოს. ის ასევე ეწინააღმდეგება მოსკოვის მიერ სასურველ 20 წლიან კონტრაქტს და ამის ნაცვლად გაცილებით მოკლევადიან ვალდებულებებს მოითხოვს. ეგრეთ წოდებულ შეზღუდვების გარეშე პარტნიორობას კიდევ უფრო ძირს უთხრის ჩინეთის რუსეთში ინვესტიციების ჩადების სურვილის არ ქონა. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი სიამოვნებით ვაჭრობს მოსკოვთან, ის გაცილებით ნაკლებად არის მზად იგი კაპიტალის დაბანდებაზე. რუსეთის მონაცემები პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დრამატულ ვარდნას აჩვენებს. მთლიანი პირდაპირ ინვესტიციები 2021 წლის ბოლოს დაახლოებით 500 მილიარდი დოლარიდან 2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ 220 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. და კრემლის მოლოდინების საწინააღმდეგოდ ჩინურმა კაპიტალმა ეს ხარვეზი ვერ შეავსო. როგორც გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნული, ჩინური ინვესტიციები რუსეთში ყოველთვის მოკრძალებული იყო, მაგრამ სულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან არც ერთი ახალი მსხვილი პროექტი არ დაწყებულა. პეკინისთვის რუსეთის არასტაბილური სანქციებით დაფარული ეკონომიკის გრძელვადიანი ზემოქმედების რისკები ნებისმიერ პოტენციურ სარგებელს აჭარბებს. სიმბოლიზმი გასაოცარია. მაშინაც კი, როდესაც დასავლური ენერგეტიკული გიგანტები, როგორიცაა BP და Shell, მასობრივად ტოვებდნენ რუსეთს 2022 წლის შემდეგ. ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა გიგანტებმა უარი თქვეს მათი აქტივების შეძენაზე დასავლეთის მეორადი სანქციების შიშით. ეს ყველაფერი პეკინის პრიორიტეტების ნამდვილ იერარქიას ავლენს. პირველ რიგში ჩინეთისთვის დასავლეთთან ეკონომიკური კავშირი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთზე სრული ეკონომიკური კონტროლის მოპოვება. მეორეც პეკინს მოსკოვის სასოწარკვეთილება ესმის. რუსეთს არ ყავს ალტერნატიული პარტნიორები, არც ბერკეტები და არც გასაქცევი გზა. მაშ რატომ უნდა გარესკოს ჩინეთმა ძვირადღირებული სანქციების სამიზნე
ბიზნედ ქცევა, ან ჩადოს მილიარდები არასტაბილურ საომარ ეკონომიკაში, როდესაც მას შეუძლია უბრალოდ შეიძინოს ფასდაუდებელი რუსული საქონელი და უკარნახოს ვაჭრობის პირობები რუსეთს. რუსეთის მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება გარე ძალებზე სტაბილურად გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვაში გადაიზრდება. პუტინი ჩინეთის მხარდაჭერისთვის იხდის უმცროსი პარტნიორის სტატუსის იმპლიციტური აღიარებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოდესღაც მოსკოვის გავლენის სფეროს უდავო სივრცე იყო. ცენტრალური აზია საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფერო. უკრაინაში ომმა ეს წესრიგი შეცვალა. სამხედრო და ფინანსურად გამოფიტულ რუსეთს აღარ აქვს რესურსები, რომ რეგიონში ჰეგემონური პოზიცია შეინარჩუნოს. ჩინეთი ამ ვაკუუმს სწრაფად და დაუნდობლად დაეუფლა. ამ ცვლილების ყველაზე ნათელი ნიშანია C+C5 დიპლომატიური ფორმატის სწრაფი აღზევება. ფორუმი, რომელიც აერთიანებს ჩინეთს და ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოს: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი და აშკარად გამორიცხავს რუსეთს. 2022 წელს უკრაინაში შეჭრიდან მალევე ფორმატის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრებამდე ავიდა. პეკინმა ასევე დაიწყო გაფართოება უსაფრთხოების სფეროში. გაზარდა იარაღის ექსპორტი ცენტრალურ აზიაში და შექმნა სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში. გაჟონილი ინფორმაციის თანახმად უზბეკეთი, რომელიც ცდილობს თავის საჰაერო ძალების მოდერნიზაციას, შესაძლოა მალე ჩინეთთან გააფორმოს ხელშეკრულება ახალი თაობის გამანადგურებლების შეძენაზე. ამავდროულად პეკინს აგრესიულად წინ გადმოაქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევას. რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და მოსკოვის მონოპოლიის დარღვევით აზიასა და ევროპას შორის ტრანზიტს. ამ პროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილი ჩინეთ-ყირგიზეთ უზბეკეთის რკინიგზა, რომლის მშენებლობა საბოლოოდ 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო. დასუსტებულ რუსეთს არ შეუძლია ამ ინიციატივების დაბლოკვა. მან ისინი მშვიდად უნდა მიიღოს. რეგიონი ფაქტობრივად როლების უსიტყვო გადანაწილებაშია ჩაფლული. რუსეთი ჯერჯერობით თავისი სამხედრო ბაზების მეშვეობით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ხოლო ჩინეთი ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურის სადავეებს ეუფლება. ეს არის კლასიკური დამოკიდებულების მოდელი, რომლის დროსაც სუსტი პარტნიორი, ამ შემთხვევაში რუსეთი, დომინანტი ძალის ჩინეთის პერიფერიაზე წესრიგს ინარჩუნებს, რომელიც რეალურ სარგებელს იღებს. მსგავსი დინამიკა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, არქტიკაში ძლინდება. ჩრდილოეთის რესურსების გამოსაყენებლად ჩინური ტექნოლოგიებისა და კაპიტალის მოთხოვნილებით, რუსეთი სულ უფრო იძულებულია პეკინს წვდომა მისცეს რეგიონში, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ექსკლუზიურ გავლენის სფეროდ მიიჩნეოდა. ასიმეტრიის გაღრმავების უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, ვასალიზაციის თეზისი ზოგიერთი ანალიტიკოსის მხრიდან კვლავ წინააღმდეგობას აწყდება. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ინარჩუნებს გარკვეულ ატრიბუტებს, რომლებიც მას კლასიკური სატელიტური სახელმწიფოსგან გამოარჩევს და კრემლს მანევრირების გარკვეულ სტრატეგიულ სივრცეს აძლევს. პირველ რიგში რუსეთი კვლავ მსოფლიოში უდიდესი ბირთვული ძალაა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრად რჩება. მისი ბირთვული არსენალი მოსკოვის საბოლოო სადაზღვევო პოლიციის როლს ასრულებს. ისეთს, რომელიც პეკინს მკაცრი ზეწოლის განხორციელებაში ხელს უშლის. რამდენიმე ვიწრო სამხედრო ტექნიკურ სფეროში, როგორიცაა რეაქტიული ძრავები და მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას ჩინეთთან შედარებით, რაც მას შეზღუდულ, მაგრამ რეალურ სავაჭრო უპირატესობას აძლევს. რუსულ ნედლეულს ასევე აქვს სტრატეგიული წონა აშშ-ს მიერ ჩინეთის საზღვაო ბლოკადის პოტენციური მცდელობის შემთხვევაში. კრემლი ასევე მიზანმიმართულად ცდილობს განვითარდეს თავისი საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციის კუთხით. მისი ინტენსიური თანამშრომლობა ინდოეთთან, რომელიც ჩინეთის სტრატეგიული მეტოქეა, ასევე ირანთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან მიზნად ისახავს ჩინეთის გავლენის პოლიტიკური საპირწონეების შექმნას და ერთ პარტნიორზე სრული დამოკიდებულების თავიდან აცილებას. უარყოფს თუ არა ეს არგუმენტი სტრუქტურული დამოკიდებულების იდეას? არა. თუმცა ისინი ნათელსფერენ მის ბუნებას. სინამდვილეში ამ ფაქტორებიდან ვერც ერთით ვერ კომპენსირდება ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური განზომილებების ფუნდამენტური ასიმეტრია. ბირთვული არსენალი შეიძლება უზრუნველყოფდეს რუსეთის სახელმწიფოს გადარჩენას, მაგრამ ის ვერ იცავს მის ეკონომიკას იუანიზაციისგან და ვერც ათავისუფლებს მის საომარ მანქანას ჩინურ CNC ინსტრუმენტებსა და თანახევარ-გამტარებზე დამოკიდებულებისგან. ანალოგიურად მოსკოვის დივერსიფიკაციის მცდელობებს შეზღუდული ეფექტი აქვს. არც ინდოეთს და არც ირანს არ გააჩნიათ ეკონომიკური ან ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რათა ჩაანაცვლონ ჩინეთი როგორც რუსეთის მთავარი კრედიტორი, ნედლეულის ანუ მისი კრიტიკული საექსპორტო ბაზარი ან აუცილებელი კომპონენტების მიმწოდებელი საჭირო მასშტაბით. რუსეთის ნიშური ტექნოლოგიური უპირატესობებიც კი იქცა ისეთ აქტივებად, რომელთა გასვლითაც კრემლი სულ უფრო მეტად ცდილობს მიიღოს ჩინეთის დაუყოვნებელი მხარდაჭერა რეალური ავტონომიის საფუძვლად ყოფნის ნაცვლად.
თანამედროვე ვასალიზაცია არ მოითხოვს ქვეყნის მართვას ელჩის, ნამესტნიკის ან ეგზარქოსის მეშვეობით. საქმე რეალურად დამოკიდებულების ისეთი მჭიდრო არქიტექტურის შექმნას ეყრდნობა, რომ უფრო სუსტ პარტნიორს კატასტროფული ხარჯების გარეშე შენგან თავის დაღწევა აღარ შეეძლოს. რუსეთი კვლავ ინარჩუნებს დიდი სახელმწიფო სტატუსის გარეგნულ ნიშნებს და ინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას მეორეხარისხოვან საკითხებში, მაგრამ რეჟიმის გადარჩენისა და ომის გაგრძელებისთვის აუცილებელ სფეროებში მისი სტრატეგიული ავტონომია მკვეთრად შემცირდა. ეს კრიტიკულ კითხვას აჩენს. რატომ იღებენ ამას კრემლის ელიტები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ ამ მზარდ დისბალანსს? აქ პასუხი არის არა მხოლოდ ეკონომიკურ აუცილებლობაში, იდეოლოგიასაც ძალიან დიდი როლი უჭირავს. ამგვარად, ჩინეთის მიერ რუსეთის ვასალიზაციის ჰიპოთეზა დიდწილად მართლდება. მოსკოვის დამოკიდებულება პეკინზე სტრუქტურული, ღრმად ასიმეტრიული და რაც მთავარია სტაბილურად მზარდია. ჩინეთი აკონტროლებს რუსეთის ძირითად ფინანსურ ნაკადებს, იუანიზაციით, კვებავს მის საომარ მანქანას და სისტემატიურად აძევებს მას გავლენის ტრადიციული სფეროებიდან, როგორიცაა ცენტრალური აზია. ბერლინში კარნეგის რუსეთის ევრაზიის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე გაბუევი ხაზს უსვამს, რომ ეს შემთხვევითი პროცესი არ არის. მისი სიტყვებით, რუსეთი ვასალიზაციაში იჭედება. კრემლი სრულად აცნობიერებს მზარდ ასიმეტრიას და მისი სტრატეგიული ავტონომიის ეროზიას, მაგრამ ის ამ რეალობას ეგუება. ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინაში ომი და დასავლეთთან დაპირისპირება უმთავრეს პრინციპად, რეალურად კი პირდაპირ აკვიატებად იქცა, რაც მთელი სახელმწიფოებრივი მექანიზმის დამორჩილებას გულისხმობს. ამ სოფხედველობაში ჩინეთის მხარდაჭერა ფასდაუდებელია, ხოლო მისი ფასი მეორეხარისხოვანი. პუტინმა თავად წარმოადგინა მოსკოვის სტრატეგიული შემოbrunების იდეოლოგიური გამართლება ჩინეთისკენ, ღრმად ფესვგადგმული ისტორიული ანალოგიების საფუძველზე. 2023 წლის 3 ნოემბერს რუსეთის სამოქალაქო პალატასთან შეხვედრისას მან მოიხსენია მე-13 საუკუნის პრინცი ალექსანდრე ნეველის ფიგურა. პუტინმა თავის აუდიტორიას შეახსენა, რომ ნეველი აღმოსავლეთით ოქროს ურდოში გაემგზავრა იარლიკის, ანუ მმართველობის ოფიციალური ლიცენზიის მისაღებად, რაც მას საშუალებას აძლევდა მოეკრიბა რუსეთის დასავლელი დამპყრობლებისგან, კერძოდ ტევტონთა ორდენისგან, დასაცავად საჭირო ძალები. პუტინმა ღიად განაცხადა, ურდო ამპარტავნულად და სასტიკად იქცეოდა, მაგრამ ისინი არ შეხებიან ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენს ენას, ტრადიციებსა და კულტურას, ზუსტად იმას, რის განადგურებასაც ცდილობდნენ დასავლელი დამპყრობლები. ბევრი თვალსაზრისით იგივე ხდება დღესაც. ანალოგია საოცრად გულწრფელია. პუტინისეული გადმოცემით თანამედროვე ურდო ჩინეთია, ხოლო დასავლელი დამპყრობლები ნატო და შეერთებული შტატები. გაბუევის ინტერპრეტაციით პუტინის შეგნებულ სტრატეგიულ არჩევანს აკეთებს. მას ურჩევნია იყოს ჩინეთის ვასალი, რომელიც არ ერევა რუსეთის შიდა საქმეებში და არ ემუქრება მის კულტურულ იდენტობას. თუ ეს დამოკიდებულება საშუალებას მისცემს მას აწარმოოს ის, რასაც ის ეგზისტენციალურ ბრძოლად მიიჩნევს დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც წარმოდგენილია როგორც დეკადენტური და სასიკვდილოდ საშიში რუსეთისთვის. ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვა ხდება კულტურული სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და ანტიდასავლური ჯვაროსნული ლაშქრობების შენარჩუნების ფასად. თუმცა ეს ვასალიზაცია არ ნიშნავს სრულ ან უპირობო დაქვემდებარებას. როგორც გაბუევი აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასაც კი აქვს გარკვეული სივრცე პეკინთან მიმართებაში მანევრირებისთვის. რუსეთი ასევე შეეცდება შეინარჩუნოს ავტონომიის იერსახე, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში გადამწყვეტი ხმა ჩინეთს ეკუთვნის. პრაგმატულად და საკუთარი ინტერესებისგან გამომდინარე, პეკინი გააგრძელებს მზარდი ბერკეტების გამოყენებას მოსკოვთან დამატებითი დათმობების მისაღებად. რუსეთის ყველაზე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომა, არქტიკისა და ციმბირის რესურსების სექტორებში შეღავათიანის შესვლა და მომავალში შესაძლოა რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვა ჩინეთის ისეთ მეტოქეებთან, როგორიცაა ინდოეთი ან ვიეტნამი. რა მომავალი ერის რუსეთს ამ ახალ როლში? გაბუევი რუსეთის ხედვას ევრაზიის გიგანტურ ირანად წარმოგვიდგენს. ქვეყანა, რომელიც სამუდამოდ იქნება მოწყვეტილი დასავლეთს ტექნოლოგიურად უფრო ჩამორჩენილი და გამარტივებული ეკონომიკით. თუმცა ირანის მსგავსად ისიც სანქციების მიმართ მდგრადი დარჩება. ძირითად სექტორებში თვითკმარი და შეძლებს მოწინავე შეიარაღების პროგრამების შენარჩუნებას. რეჟიმი არ დაინგრევა, მაგრამ რუსეთი ფუნდამენტურად გადაიქმნება. დაკარგავს თავისი მოქმედების ნაწილს და გადაიქცევა პეკინისა და ვაშინგტონის გლობალურ მეტოქეობაში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. რუსეთისთვის საბოლოო ანგარიში ერთდროულად ტრაგიკულიცაა და ღრმად ირონიულიც. უკრაინის დამორჩილებითა და აღმოსავლეთ ევროპაში იმპერიული ბატონობის აღდგენით შეპრობილმა ვლადიმერ პუტინმა შექმნა რეალობა, რომელშიც მისი რეჟიმის გადარჩენა პეკინში გამოცემულ იარლიკზე არის დამოკიდებული. დასავლეთში მისი იმპერიული ოცნებების ფასი აღმოსავლეთში რუსეთის სტრატეგიული სუვერენიტეტის დაკარგვით დაბალანსდა. ამაო ამბიცია მხოლოდ იმ გზას აფართოვებს, რომელზეც საკუთარ თავს კარგავთ.
გმადლობთ რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. თუ იცნობთ რუსეთის მოყვარე ადამიანებს, გავზიარეთ ეს ვიდეო განსაკუთრებულ ემოციებს გამოიწვევს მათში და შეიძლება რაღაცებზე თვალიც კი აუხილოს. ასევე ალბათ დააკვირდებოდით რუსეთის მოქმედებებს ძალიან ჰგავს ერთი ჩვენთვის ალბათ ყველასთვის ნაცნობი მთავრობის მოქმედებებს. ნახოთ. ორივე შედეგი საბოლოოდ სავალალო იქნება ან სახელმწიფოსთვის, ან თავად მათთვის, ან ორივესთვის ერთად. შეხვედრამდე.